რა ფერისაა შენი კვება? დაკვირვებულ ხარ ამას? იცი რომ სალათაში რაც მეტი ფერი ექნება ერთმანეთში შერეული, მით უფრო სასარგებლო იქნება შენთვის. თუ გაინტერესებს ეს ყველაფერი, გამოიწერე ჩემი არხი და პერსონალური მენიუს შესადგენად პირადში მიწერე. მაშას გაითვალისწინე. ყველა ბოსტნეულს, ყველა ხილს შემთხვევით არ აქვს თავისი შეფერილობა. ეს არ არის მარტო ესთეტიკური და ასე ვთქვათ, კოსმეტიკური ვიზუალური ეფექტი. ეს არის ფიტონუტრიენტები, რომელსაც თავისი ფერი აქვს და ეს ფერი გვეუბნება რა დანიშნულება აქვს ამ კონკრეტულ პროდუქტს. მათ შორის წითელი ფერის ბოსტნეული ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. იისფერი ბოსტნეული სისხლს წმენს, თეთრი ფერის ბოსტნეული შაქრის დონეს ინარჩუნებს ნორმაში, იგივე ეხება ხილს, იგივე ეხება სხვა მცენარეულ ბუნებრივ საკვებ პროდუქტებს. ამიტომ გაითვალისწინე. სალათში ჩვენი წინაპრები ტყუილა კი არ აკეთებდნენ. წითელი პომიდორი, მწვანე და თეთრი კიტრი, თეთრი ხახუნი, ან წითელი ხახუნი. არ აქვს მნიშვნელობა. თავისი დანიშნულება აქვს, ორივე სხვადასხვა დანიშნულება აქვს, გაითვალისწინე. რეჰანი, მწვანილი, სათხელიც გეუბნება რომ მწვანეა. და ეს ყველაფერი იდეალურ კომბინაციას იძლევა. სხვათა შორის მე მიყვარს სალათში ბოლოკის ჭაჭვაც. ძალიან მაგარ ეფექტს იძლევა, ძალიან სასარგებლოა, ძალიან ბევრ ფუნქციას ასრულებს. ეცადე, რომ შემდეგზე, როცა სალათს გააკეთებ, მაქსიმალურად ბევრი ფერი შეურიო მასში. თუ გაინტერესებს კიდევ რა და როგორ უნდა ჭამო და თუ გინდა პერსონალური მენიუს შედგენა, მომწერე. მოდი, ვილაპარაკოთ.